მოგესალმებით მეგობრებო, შემოვიდა კითხვა, რომ აშენებული სახლის მერე რა დრო დაჭირდება, რომ მივიყვანოთ ჩვენი კერძო სახლი სრულ დამთავრებამდე, ანუ რემონტით. აქ ბევრი რამე არის დამოკიდებული თქვენს ფინანსებზე, თუ ხართ სრულიად გამართული ფინანსებით, მაგ შემთხვევაში სავარაუდო ვადა არის 2-დან 3 თვემდე. ანუ შემდეგი ეტაპი ავაშენეთ სახლი, გავაკეთეთ ტიხრები, არის კომუნიკაცია, ანუ სანტექნიკა და ელექტრიკა. ამას სჭირდება დაახლოებით 1 კვირიდან 2 კვირამდე. სანტექნიკა და ელექტრიკის შემდეგი ეტაპი არის იატაკის მოჭიმვა, ანუ მშრალი მოჭიმვას რომ ეძახიან, ამას სჭირდება 1-დან 2 დღემდე. პლუს გაშრობა 3-4 დღე და გადავდივართ შელესვაზე. შიატიხრების შელესვა მანქანით რომ შევლეზოთ, დაახლოებით დაგჭირდება 3-4 დღე, მაგრამ გაშრობამდე უნდა ვიანგარიშოთ 7-10 დღე. რომ შეშრება კედლები, უკვე გადავდივართ უშუალოდ კოსმეტიკურ რემონტზე, ანუ ვაკეთებთ შპაკლოვკას, ვღებავთ, მეტლახია, კაფელია თუ ჭერია რა. ანუ ჭერიც დამოკიდებულია რა სირთულის ჭერს აკეთებთ. მოჭიმული ჭერი, ჩამოკიდული ჭერი, ანუ რემონტს რაც შეეხება და მის შესრულების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სირთულეს, ანუ რა სირთულის რემონტს აკეთებთ. თუ საშუალო სირთულის რემონტია, მაშინ დაახლოებით 1 თვიდან თვე-ნახევრამდე დასჭირდება ამ ყველაფერს. ანუ ჯამურად 2-დან 3 თვემდე თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ რემონტი, შეიტანოთ ავეჯი და უკვე იცხოვროთ.